ახლა სამყაროს მოწყობის კიდევ ერთ პრინციპზე ვისაუბრებ, რომელსაც ანთროპული პრინციპი ეწოდება. კერძოდ, სუსტი ანთროპული პრინციპი ამტკიცებს, რომ სამყაროს მოწყობა მასში ბიოლოგიური არსებების გაჩენას უშვებს. ანუ კითხვა, რატომ არის სამყარო მაინც და მაინც ისე მოწყობილი, როგორც არის. იცვლება კითხვით, რატომ არის სამყარო მოწყობილი ისე, რომ მასში გაჩნდნენ მოაზროვნე არსებები, რომლებიც სვამენ კითხვას დამზერადი სამყაროს ასეთნაირად მოწყობის მიზეზების შესახებ. თვითონ ასეთი შეკითხვების გაჩენის ფაქტი ფუნდამენტური ძალებისა და კანონების მიმართ თავის თავში გულისხმობს, რომ სამყაროში განვითარდნენ მოაზროვნე არსებები. იმ შემთხვევაში, თუ პირობითად რომ ვთქვათ, კონსტანტები, როგორიცაა მსოფლიო მიზიდულობის მუდმივა, განსხვავებული იქნებოდა დამზერადისგან, სამყაროს ევოლუცია სხვაგვარი იქნებოდა. მასში სიცოცხლე შესაძლებელია საერთოდ არ გაჩენილიყო. ამის შედეგად სამყაროს ჩამოყალიბების პირველ მიზეზებთან დაკავშირებული არც რაიმე კითხვა გაჩნდებოდა საერთოდ. ასეთ ფორმულირებაში ანთროპული პრინციპი არ გულისხმობს, რომ როგორიც არ უნდა ყოფილიყო პირველ მიზეზები, რომელთა წყალობითაც სამყარო არის ისეთი, როგორიც არის და კონსტანტებიც ისეთია, როგორებიც ჩვენთვის არის ცნობილი. დაშვებულია თეორიულად, რა თქმა უნდა, უსასრულო რაოდენობის სამყაროების არსებობა განსხვავებული კონსტანტებით. თუმცა მოაზროვნე არსებების გაჩენა შესაძლებელია ისეთ სამყაროებში, როგორიც ჩვენია. მაგალითი ანალოგიის სახით. თუ ამ მონეტას 10-ჯერ აბაგდებთ, იმის ალბათობა, რომ მონეტა 10-ჯერ ერთი მხრით დაეცემა, შეადგენს აი ამ გათვლას, რომელიც ახლა ეკრანზეა გამოსახული. ანუ, ალბათობის თეორიის მიხედვით, 1024-იანი სერიებით 10-ჯერ აგდების დროს, მხოლოდ ერთჯერ არის შესაძლებელი მონეტის 10 აგდების მერე 10-ჯერ ერთი მხრით დაცემა. ამ ერთი შემთხვევის მოხდენის მერე უაზრობაა ვიკითხოთ, თუ რატომ მოხდა ასე. შეგვიძლია დაუსრულებლად ვიკვლიოთ მონეტის ქაოტური ტრაექტორიებით მოძრაობა, თუმცა ვერანაირ კანონზომიერებას ვერ აღმოვაჩენთ მონეტის ერთი ან მეორე მხრით დაცემაში. ზუსტად ასევე სამყაროთა განუსანცვლელ რაოდენობაში, მხოლოდ ძალიან ცოტას აქვს შანსი იმისა, რომ მაინც და მაინც ამ სამყაროში მოხდება ისეთი კონსტანტების თავმოყრა, როგორებიც საჭიროა სამყაროს შემდგომი განვითარებისთვის და არა მისი უკან პროტომატერიად შეკუმშვისთვის ან მდგრადი ობიექტების ჩამოყალიბების გარეშე გაფანტვისთვის. მხოლოდ მდგრად სამყაროებში არის შესაძლებელი მოაზროვნე არსებების გაჩენა, რომლებსაც დაებადებათ კითხვები თავიანთი და სამყაროს წარმომავლობის შესახებ. ეს ყველაფერი ბევრ მეცნიერს ძალიან მცირედად ეჩვენება სამყაროს ცოცხალი არსებებისათვის ვარგისიანობის ახსნის საქმეში, რის შემდეგაც ფორმულირებული იქნა ძლიერი ანთროპული პრინციპი. სამყარო ვალდებულია იყოს ისეთი, როგორც მოაზროვნე არსებების გასაჩენად არის